რა არის ეს? ძველი ტანსაცმელი, მათ ნაგავში იყრი. არ მეკონა რომ ტანსაცმელი ასე მძიმე იქნებოდა. ნებამომეცი დაგეხმარო მის გადაგდებაში. შენ თქვი რომ აქ მხოლოდ ტანსაცმელი იყო. მეც ასე ვფიქრობდი. მაინც რა არის ეს? საიუველირო ყუწკავს. იქნებ მუსიკალურია? რა სიტყვი? ნებამომეცი ვნახო. შეხედე, აქ რამდენიმე წერილია. პირველი წესი. თუ პანდორას ყუთს მიიღებთ, არ გახსნათ. მას სიკვდილი მოაქვს. მოერიდეთ მას. მაინტერესებს, ნეტა რა მუსიკას უკრა? მოისადე. ვერ გაიგე რა გითხარი? კარგი რა, გჯერა ამის? არა, მაგრამ მე არ მინდა რომ ასე გავრისკო. რა მოხდება თუ იქ რაიმე ღირებულია? ძვილად ღირებული ბეჭედი მაგალითად. მაინც არ მინდა გახსნა. აბა რა უყოთ? დაუმალავ სანამ არ გავარკვევ. და არც ფიქრო მასთან შეხებაზე. სიტყვას გაძლევ. სხვათა შორის ეს დღიური რომ გაქვს, რა არის მასში? ეს არქეოლოგის ჩანაწერებს გავს. ის ბევრს წერს სამყუთზე. იქნებ მანიპოვა იგი? არ ვიცი, ჩემს ოთახში ვაპირებ წაკითხვას. 1925 წელი. ჩვენ მოახერხეთ გართხრების დასრულება და 2000-ზე მეტი წლის წინ დალუქული სამარხის შესასვლელი გავხსენით. შიგნით რამდენიმე ქოთანი მარცვლეული დაგვხვდა, რომლებიც ხოჭოებმა დიდი ხნის წინ შეჭამეს. ღვინის კოლბები ცარიელი იყო, მაგრამ ყურძნის სუნი მაინც ჰქონდა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ეს იყო პანდორას ყუთი. გამარჯობა, რას აკეთებთ? ძველ ნივთებს ვიშორეთ. გასაგებია. და მე ამაღამ აიმანზე ნივდივარ. მართლა, ვისთან ერთად? საიდუმლოა. კარგი რა, მითხარით ხო? ვიცნობ მე მას? კი, იცნობ. ასე რომ დაჯექი აქ. ახლა ამ ნივთებს გადავაგდებ. დაბრუნდები და ყველაფერს მომიყვები. და რა არის ეს? გამხსენი. მაინტერესებს რა არის შიგნით? მე დამავალე სამყუთის აღდგენა, იმისთვის რომ ის კარგად გამოიყურებოდეს, რომ მუზეუმში მოეთავსებინათ. მუშაობისას აღმოაჩინე დიდი ხნის წინ დავიწყებული ენის უძველესი წერილობითი ნიშნები. მათი გაშიფრო მოვახერხე და შემდეგი გავარკვიე, ვინ სამყუთს გახსნის, აიგებს მისი პატრონის რისხვას. შიგნით ბოლორტისული ბინადრობს და მისი სახელი არის ოცნების მჭამელი. ლამაზი ბეჭედია. ძალიან უცნაურია. ალისა, დამეხმარე ტანსაცმლის ყუთი გარეთ გავიტანო. კარგი, მოვდივარ. ამავდროულად შეგიძლია მითხრა შენი მეგობრის შესახებ. პანდორას ყუთი არის უძველესი დემონის საფლავიც და ციხეც. ეს ყუთი არ უნდა გაიხსნას. საჭიროა მისი დამალვა. ძალიან საშიშია. თუ გახსნით მთელი მსოფლიო. გვერდი არ არის. ეს ამოხეულია. ალისა, შენ ხარ? ახლავე გავაღებ. თუ ალისა და კიტი გარეთ არიან, მაშინ ვინ არის კარს მიღმა? ვინ არის აქ? ამილკ არ დაიჯერებ ვისთან ერთად მიდის ალისა პაემანზე. გინდა გაიგო? ვიღაც არის სახლში. რა? მე კარზე ვიღაც მიკაკუნებდა. გამორიცხულია, ჩვენ აქ მარტო ვართ. ანიკეთ ალისას მეგობარი ბიჭი შემოიპარა სახლში, რომ თვალი ედევნებინა? არა მგონია, ის ახლა სკოლაშია. ვინ გახსნა ყუთი? ეს მე ვიყავი. მინდოდა მენახა რა იყო შიგნით. და რა იყო იქ?
დიდი მტრის გროვა და პატარა ბეჭედი. ვა, რა ლამაზია. ნახე ამელკა, არ გინდოდა გახსნა. ბეჭედზე არის უცხოპლანეტური სიმბოლოები. გაუგებარია, ეს ძველი ბერძნების ენაა. ეს ნახე სკოლის სახელმძღვანელოში. დღილში ეწერა, რომ ამ ყუთში უძველესი დემონი იყო დალუქული. ნამდვილი დემონი. დემონი? ნუ დამცინი, როგორი დემონი? ასე პატარა ყუთში მხოლოდ თაფ შეუძლია ცხოვრება. არა, უფრო მეტიც, დემონები საერთოდ არ არსებობენ. ყუთი მე გავხსენი. იქ რომ რამე ყოფილიყო, მე დავინახავდი. იმედია მართალი ხარ. ახლა კი პაემისთვის უნდა მოემზადო. მე კიდე ყველაფერი დავასუფთავო. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მოიცადე, რა სიტყვის სახლში რომ ვიღაც არის იმაზე? ამელკა პირობას გაძლევ, რომ სახლში ჩვენს გარდა არავინაა. ამიჯერე. დაინახეთ? დარწმუნებულიო რომ ქარია. დიახ, ამელკა არ ინერვიულო. ქარი, იმედი მოქვს მაფშტები არიან. ნე ამ ბეჭედს აქ შევინახავ. მაინტერესებს რომელ რესტორანში მივდივართ? ვინი ოეს? ალბათ მომეჩვენა. აუ, მაგარი ბლუზაა. მიხდება? მგონი დავიტოვებ. რატომ ჩაირთე? შენი? სავარაუდოდ ბატარეები ჯდება. მათი შესვლა დამჭირდება. ეს უცნაურია, ძალიან უცნაური. ალისა, კიტი, მოდით აქ სწრაფად. რა მოხდა? შენ მე მაშინებ. ეს თქვენ დააკეთეთ? არა, ამელკა, ჩვენ ეს არ ყოფილვართ. ჰეი, ეს არის სიმბოლო აი იმ ბეჭედიდან. აი შეხედეთ. მართალია, ერთი და იგივეა. გულახდილად მითხარეთ, ხუმრობთ? ასე ვერ შემაშინებთ. ჩვენ ნამდვილად არაფერი გავიკეთებია. დიახ, იქნებ საერთოდ შენ გააკეთე ეს? საიდან უნდა ვიცოდე? მართალია, შენ ხარ ის, ვინც ჩვენთან ხუმრობს ხოლმე. ეს არ არის სიმართლე. ჯერ თქვი, რომ სახლში ვიღაც იყო. მერე ჩემი თოჯინა ჩართე. და მერე შენ გააკეთე ხრიკი სარკეთ ჩემთვის. რა თოჯინა? რა სარკე? არაფერი გამიკეთებია. რა არის ეს? მორიგი ხუმრობა? არ ვიცი. როგორ ფიქრობ, ამელკა, ჩვენ? შეგვეშინდება ამის? არ შეხვიდე. რატომ? რა შეიძლება მოხდეს? აუ, აქ არის ვინმე? ხედავთ, გოგუებო, არავინ არის. კიტი, შემოbrunდი. გონია დავიჯერებ ამ უცნაურ ხუმრობას? გოგუებო, მიშველეთ. დამეხმარეთ. ვაიმე, რა იყო ეს ყველაფერი? ითხარით, ჩვენ მარტო არ ვართ. იქნებ ეს ბიჭები გვეხუმრებიან ჩვენ? არა მგონია, ისინი გარეთ არიან. საიდან ისი? მათ ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნეს. ეს არის ყუთის მფლობელი. შენავობ რომ ყუთი რომ გავხსენი გამოუშვი? ასე გგონია რომ მოხდა? დიახ, ეს მართალია. ყველაფერი ისია, როგორც ციხში წავიკითხე. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენ უნდა გავარკვიოთ როგორ დავაბრუნოთ იგი. ამ პატარა ყუთში? მე მგონია რომ ეს არ გამოგვივა. დიახ, არ შეგვიძლია რომ უფრო დიდი ყუთი ავიღოთ? არა, მხოლოდ ეს ყუთი გამოდგება. ის შექმნილია მხოლოდ მისთვის. იქნებ ინტერნეტში იყოს ინფორმაცია. მართალია, ამელკა, გახსოვს იმ ყუთის სახელი? პანდორას ყუთი. ამის შესახებ სკოლაში გავიგე. ეს არის ძველი ბერძნული ლეგენდებიდან. მოუძებნი ინფორმაციას ინტერნეტში. შენ კი ყურადღებით იყავი, რომ მან არაფერი გააკეთოს. და მე მოუძებნი ინფორმაციას წიგნებში. მე ყუთს მივადევნებ თვალს. ჰეი, ის გაქრა! ვინ არის აქ? ხო, დამელაპარაკე. ეს რაღაც მინიშნება? იქ რაღაც უნდა იყოს. ეს დღიული და დამოგლეჯილი ფურცელია. ახლა წავიკითხოთ.
გამიშვი. აქ მე უსაფრთხოდ ვიქნები, ჯერჯერობით. ვიპოვე, აი აქ არის. რა არის იქ? წაიკითხე. პანდორას ყუთში იყო სხვადასხვა დაავადებები, სიკვდილი და უბედურებები. როდესაც პანდორამ გახსნა, მან გაათავისუფლა ყველაფერი ცუდი, რაც შიგნით იყო. პანდორას შეეშინდა და სწრაფად დახურა ყუთი. სანამ ბოლო ყველაზე საშიში რამე გამოვიდოდა მისგან, უძველესი დემონი. ეს ნამდვილად ეხება ჩვენს ყუთს. როგორც ჩანს, შენ გაათავისუფლე დემონი, რომელიც პანდორამ არ გაათავისუფლა. და როგორ დავაბრუნო ის ყუთში? არაფერი წერია? არა, აქ არ ამბობენ. აქ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ძველი ზღაპარია. კარგი, დიახ, როგორც ჩანს, ზღაპარი რეალობად იქცა. ანისა, და ვინ არის ეს? არ ვიცი, იქნებ შენი მეგობარია? მეგობრები არ დამიპატიჟებია. იქნებ ამელკა? ჰეი, ამელკა. გაჩვდი, ნუ ყვირი, ეს ნამდვილად არ არის ამელკა. ჰეი, მეგობარო, შენ არაფერს დაგვიშავებ, არა? მე ახლა გული ამომივარდება. დაინახე მისი ხელები? ის სახოებით არის დაფარული. იქნებ ძევს რომ წრი და შენ ხოვით გაიჭრა? სისულელებს ულაპარაკობ. ნახსოვს ის ვინც კარადაში დაგიჭირა? დიახ, მახსოვს. არასდროს ამოვიწყდება. ხელები მასად შეხვეული ქონდა. იქნებ სახოებმა მინიშნება მოგცეს? მისი ერთ-ერთი ნაწილი შენახული მაქვს. მოდი ვნახოთ. ო, აი ეს არის. ეს ჩვეულებრივი ბინდს გავს. არა, შეხედე, მას სხვა ქსოვილი აქვს. ახლა ამას არავინ იყენებს და ის აქამდე გამოყენებული იყო. ვეცდები გადავიღო ფოტო და მოვიძიო ინტერნეტში. კარგი, ახლა მოძებნე ფოტოებით. ნაპოვნია. რა არის იქ? ასეთი სახოები გამოიყენებოდა 2000-ზე მეტი წლის წინ. შეუძლებელია. ორი ვარიანტია, ან მან მოიპარა ისინი მუზეუმიდან, ან ამელკა მართალია და ეს უძველესი ბოროტის სულია. მართალი იყო. ო, ეს ძალიან ცუდია. ფოტოშოპი სად არის ამელკა? ეს არის გვერდი დღიურიდან. ჩვენ უნდა ჩავსვათ. ახლა შემიძლია დანარჩენი წავიკითხო. ლეგენდები ამბობენ, რომ დემონის ზალა მის ბეჭედშია დატყვევებული. ამ ბეჭედით სულს შეუძლია აკონტროლოს ადამიანის გონება, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ. მე ვნახე ეს ბეჭედი. ალისამ თქვა, რომ ყუთიდან ამოიღო. მაგრამ ბეჭედი ასევე დემონის სისუსტეა. თუ მას გაანადგურებთ, დემონი ისევ დაბრუნდება ყუთში და იმედია არავინ იფიქრებს მის გახსნაზე. უკვე გვიანია. ალისამ ყუთი უკვე გახსნა. ვინ არის აქ? ალისა, კიტი, თქვენ ხართ? ეს ადრეს მინახავს. ეს დემონია. წადი, შენი არ მეშინია. კარგი რა, ეს ჩვენ ვართ. გოგოებო, რატომ იყავით ჩუმა? ჩვენ არ ვიცოდით, რომ შიგნით იყავი. რასაკეთებდი აქ? დემონისგან ვიმალებოდი. ამელკა მართალი იყავი. ჩვენ გამოუშვით რაღაც უძველესი და ძალიან საშინელი. ბოდიში. და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? სუდად გვაქვს საქმე? არა, ვიცი როგორ გავაჩერო. როგორ? მთელი ინტერნეტი შემოვიარე და ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვე. აქ ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა გავანადგუროთ ბეჭედი. ეს მისი სუსტი წერტილია. არისა ბეჭედი გააქვს? დიახ. მაგრამ ის ისეთი ლამაზია. სხვა სიპოვი, ახლა აიღე ჩაქუჩი და წავიდეთ. მიდი. წამოდი. მიდი, დავამთავროთ. რაც უფრო ადრე გავტეხავთ ბეჭედს, მით უფრო მალე იქნება სახლი უსაფრთხოდ. არ შემიძლია, ძალიან ლამაზია. ვერ ვიზამ. ალისა, შეწყვიტე. დაარტყი ჩაქუჩი. არა, ის მე მეკუთვნის. შენ ახლა მე მეკუთვნი. ბეჭედი უნდა მოიშოროთ, სანამ გვიანი არ არის.
ალისა გონსმოდი. რასი ფიქრებს შენი მეგობარი ბიჭი, როცა სხვასთან გნახავს? ეს მოხუცი 2000 წლისაა. ჩვენ ალისას ვერაფერს დაუშავებთ. ჩვენ არა, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია. იჩქარე, გავიქცეთ. რას ვაპირებთ ახლა? ალისას თავს ვერ დავესმებით. ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ მან ბეჭედი უნდა მოიხსნას და განანადგუროს. გამოსავალი მხოლოდ ერთია, ალისას მოტყუება. რადვილი არ იქნება. ეს დემონი ყოველთვის გვადევნებს თვალს. მართალია, გენიოსი ხარ. რა ვთქვი ასეთი? ალისა ახლა თოჯინას გავს. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც დემონს სურს. ისე კი? მერე რა? თუ ერთ-ერთი ჩვენგანი გაიტყუებს დემონს, მეორე შეუძლია ალისას ბეჭედი წაართვას და ალისა წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. რადგან ის საკუთარ თავს არ აკონტროლებს. მართალია, თუ დემონს დააბრმავებ, ალისასაც დააბრმავებ. შევა მხოლოდ იმის გარკვევა, როგორ უნდა გავიტყუოთ დემონი. იქნებ 5-ით. გონი ეშენია მის. ისეთივე ძვირფასია, როგორც ჯინისთვის ლამპარი. გადაწყვეტილია, 5-ით გავიტყუებთ მას. გააქვს 5? სულ დამავიწყდა. ის გაქრა. უეჯველი დემონმა დამალა, ასე რომ პირველი ის უნდა ვიპოვოთ. როგორც ჩანს, აქ არავინ არის. შეგვიძლია წავიდეთ. მე გთავაზობ გავიღოთ. მე მეორე სართულზე ვიქნები, შენ კი პირველზე. და თუ ვინმე საფრთხეში იქნება? აი ეს საათია. თუ პრობლემები შეგექნა, მომეცი ნიშანი. ახლა ვიჩქაროთ. და აი სად არის 5? ასეთ თვალსაჩინო ადგილას დადეს. 5 მაქვს. კიდის უნდა უთხრა. გამიშვი. ეს ხაფანგი იყო, არა? ვიცოდით რომ გვითვალთვალებდი. 5 განზრახ თვალსაჩინო ადგილას დავდეთ. და შენი შეყვალებული რატომ დუმს? ის ჩემი მეშვეობით საუბრობს. რატომ უღალატა მეგობრებს? რა შეგვირდა? არაფერ შუაშია, მას არაფერი ესმის. შენი მეგობარი ჩემი კონტროლის ქვეშაა. და ახლა რა? მეორე ბეჭედი არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მოგემსახურებ. მეორე მსახური ამჭირდება. უბრალოდ მოგიშორებ. მე უკვე მოუძებნე ყველაფერი აქ, ნამდვილად არ არის. ამაკას უჭირს, სასწრაფოდ უნდა დავეხმარო მას. ვახ. ეს გამოდგება. მოიცადე ამაკა, ჩვენ გიშველით. შეგვიძლია გარიგება დავდოთ? რა გინდა? ძალაუფლება მთელ მსოფლიოში. ამის მოცემა არ შემიძლია. ჰაია! კარგი ამაკა, ის აღარ აკონტროლებს ალისას. 5 მაქვს, გაიქეცი. ჩემი 5 იპოვე. კარგია, 5 მაქვს. გეგმა მიმუშავა, ხო, მაგრამ ალისასთვის ბეჭედი უნდა წაგერთმია. თუ არ იყო საკმარისი, პანიკაში ჩავვარდი. არა უშავს, ის მალე მოვა 5-ისთვის და მას დავიჭერთ. ის ვერ გაგვექცევა. ვიღაცას უნდა აქ შემოსვლა. ალისას უნდა ეპოვა სათადარიგო გასაღები. რა უნდა ვქნათ? თუ შემოვა საქმე ცუდად გვექნება. ჩვენ უნდა გავიქცეთ, უფრო სწრაფად, ფანჯრიდან. ხუმბრო, ძალიან მაღლა ვართ. სავნიდან თოქს გადავკიდებს და ფანჯრიდან ჩამოვძრებით. ვერ მოვასწრებთ. დრო არ გვაქვს, იჩქარე. ჩემგან ვერ დაიმალებით. შორს ვერ გაიქცევით. და ჭვიანურად მოიფიქრეს, რომ ფანჯრიდან გადავსულიყავით. ეს მართალია. ბავშვებო, ნუ გაიმეორებთ ამას სახლში. თიდახ შეიძლება დაშავდეთ. ახლა ჩვენ უნდა დავაყენოთ ხაფანგი ალისასთვის. შენ დემონს გულისხმობ? არა, ჩვენ გვჭირდება ალისა, რომ ბეჭედი წავართვათ. მე გთავაზობ 5 ოთახის ცენტრში დავტოვოთ. როცა ალისა მივახოლდება, თავს დავესხათ და ავიღოთ ბეჭედი. რა სიტყვი? დაგავისხდა? ჩვენ არ უნდა ვატკინოთ ალისას. მაშინ როგორ ავიღოთ ბეჭედი?
ღიურში წავიკითხე, რომ დემონს ეშინია სინათლის. შეგვიძლია გამოიყენოთ ტელეფონზე ფანარი? ის ისეთი კაშკაშაა, რომ ნებისმიერს დაადმავებს. კარგი, დაბრუნებული დემონი ვერ შეძლებს ალისასთვის ბრძანებების გაცემას. ტელეფონი თან მაქვს. მოამზადოთ ხაფანგი. მოიტანე. ქვიხველი. შესრულებულია, ბეჭედი მაქვს. რა მოხდა? სად ვარ? მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა ჩვენ უნდა გავანადგუროთ ბეჭედი. სულ ესაა? ის განადგურებულია? როგორ შანს კი? ბეჭედი განადგურებულია და ის ძალიან სუსტდება. შეხედე, ის წავიდა. ალბათ ისევ თავის ყუთში დაბრუნდა. სხვათა შორის რა ვუყოთ? ყუთს? გადავაგდოთ დინარეში, რომ არავინ არ იპოვოს. ეს მართალია. იმის ჩქ რომ ახლავე წავიდეთ იქ. ბავშვებო, და თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!